კიდევ ერთხელ გიერთდებით მეგობრებო თქვენ. და დღეს ვისაუბრე კიდევ ანტიპაზე და ეხლა ვისაუბრებ სხვა მხელაზე რა. ანტიპა ხომ ვამხილე, ეხლა ვამხელ იმ ხალხს, ვინც აი ესეთ კომენტარებს წერთ რა. ვინც ესეთ კომენტარებს წერთ. ეხლა წაგიკითხავთ. ძალიან მაგარი კომენტარი დაიდო დღეს, აი არაჩვეულებრივი კომენტარი. კომენტარი რა არის პოსტი კაცო კომენტარი და მე პოსტი თორნიკე სადა ხარ თორნიკე აი თორნიკე ესე იგი თორნიკე სოხუმელმა დაპოსტა ხოდა იცით რის თქმა მინდოდა ქართველებო? აი სად აღარ წაიკითხავს კაცი მსგავს რამეებს. ღმერთი ქრისტია და ის ქართველია, რუსთაველი ქართველია და მის მიერ დაწერილი ვეფხისტყაოსანი დაშიფრული წინასწარმეტყველებაა წუთისოფლის მოვლენებზე. დედიკო მიშლი ხელს რას აკეთებ ნიკოლოზ? აქ არ შეიძლება რომ დაყარო. ხო, კეთილი დალოცვილო და მაშინ რა გამოდის, ანუ რუსთაველმა იცის რაც უნდა მოხდეს წუთისოფლად და მე-12 საუკუნის ქართველმა პოეტმა რუსთაველმა საიდან უნდა იცოდეს ეს ყველაფერი? რა ქრისტე ღმერთია? თუ ანუ რუსთაველი ქრისტე ღმერთია და თან ქართველია? ისე ერთი რამ კი საინტერესო დამთხვევაა. ძველ ქართულ არმაში ღმერთის ასო ნიშანია ღ, რომელსაც ეწოდება ღანი. ყველა ასოს მივურთოთ მისი შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელი და შევკრიბოთ. მაგალითად, ღ-ა-ნ-ი. ღ ნიშნავს 7-ას, ა ნიშნავს 1-ს, ν ნიშნავს 50-ს, ი ნიშნავს 10-ს. ჯამში ეს არის 771. კარგი, ახლა დავწეროთ რუსთაველი. რუსთაველი. 100 + 40 + 400 + 200 + 9 + 1 + 6 + 5 + 30 + 10 უდრის ასევე 771-ს. ნუ კარგით, ეს უბრალოდ ემთხვევა და ქართველობა რაღა შუაშია? ქართველი. ახლა მოდი ვნახოთ 600 + 1 + 100 + 9 + 6 + 5 + 30 + 10 ესაც 771-ია. ხო, კარგით, აქაც უბრალოდ დამთხვევა მოხდა, მაგრამ ქრისტე რომ ქართველია ეს საიდანღა მოიტანეს? ისე ერთი კია, აბა ყურადღებით წავიკითხოთ მათეს სახარების დასაწყისი. მაგალითად, ჩამოვიდეთ წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, მათეს სახარება პირველი. და ქრისტეს სიტყვებით ყურადღებით წავიკითხოთ იოანეს გამოცხადებიდან. მე იესო მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. ანუ დავითის ფესვი, ესე იგი მარიამ ღვთისმშობელი დავითის ფესვიდან არის. დიახ, ეს მე დავამატე. დიახ, ძისა დავითისაო და დავითის ფესვიო. საინტერესოა. დავითი. მოდი გავშიფროთ. ეს ჰემატრიულად გავშიფროთ ახლა. 4 + 1 + 6 + 10 + 9 + 10 არის 40. მერე გავშიფროთ ფესვი. 500 + 5 + 200 + 6 + 10 არის 721. და ნუ აქაც ხო 40 + 721 არის ისევ და ისევ 771. და ნუ აქაც დამთხვევა მოხდა. ღანი არის 771, დავითი პლუს ფესვი არის 771, რუსთაველი არის 771, ქართველი არის 771, ჰემატრის მიხედვით მეგობრებო, დაგიმატებთ. ხო, არ ვიცი, რა ვიცი, ღმერთმა გვიშველოს, ამენი, ამენი. იფიქრეთ და იაზროვნეთ. და ამის ქვემოთ არაფერი აღარ წერია, ვინ დაწერა და რა დაწერა, მაგრამ ეხლა წავიკითხოთ კომენტარები რა. მე დავურთე აქ და ეს ქმნის სიტყვა 761 ზვას. ესე იგი 7 არის ზ, 6 არის ვ, 1 არის ა. იქნებ ზღვაცოდნა აქვსო. გამონათქვამში ნაგულისხმებია ზვაცოდნა აქვსო.
მოკლედ ერთი სიტყვით ეს არის კომენტარი, რომელიც დაიწერა. ეხლა მოდი ვნახოთ სხვა კომენტარები. და მინდა აი ამაზე მერე ვუპასუხო. აქ არის სხვადასხვა კომენტარები. ესე იგი, ბატონო თორნიკე, მადლობა დახვეწილი მოგვიტანეთ ჩვენ. ეს სიბრძნე სიმართლე იქნებ გამოვიგუძოთ ერთ დიდ მუშტად. შევიკრათ ღმერთი იყოს ჩვენთან, ამბობს ლილი. მადლობა თამარ, მართალა ყველაფრისათვის. იქნება ავზ ან ვაზს. იქნება ავზ ან ზავს. ეს ბატონი ზაქარიას კვლევაა? კითხულობს. მერე ქალბატონი ნატო კითხულობს და ამას უსვამენ ნატო კვინიკაძეს მეც ეგ აღნიშნე. ავტორი არ იყო მითითებული, მაგრამ წერის მანერაზე მივხვდი მეც. კარგი, მაგრად ყავს გარეკილო, ოღონდ მართლა ვიღაცა გიორგი უტვინო წერს ამას. იმიტომ რომ ვერ ხვდება ვერაფერს და ამიტომ მგონია გარეკილი. აქ რაც წერია, აბსოლუტურად ყველაფერი სწორია. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ასე ასოთა და რიცხვი ნიშნები ტრიალი ზუსტად თუ არიცი, არ შეიძლება. სიფრთხილე უნდა აირევა ყველაფერი. საიდან იცი ირმა ეგ? იმან ჯოხაძემ ხარ დაგაპროგრამა? მე მგონი ჯოხაძის დაპროგრამებული ხარ შენ. საბედის მონახევრეო არც ის გაგიგია? ბრავო! ეს ზაქარია გლახაძის პოსტია, ალბათ, ვიღაცა წერს და მე ამას დავუხდე ესეთი რამე მეგობრებო, რა და დროა ამ დროში გადავიდეთ ახლა ჩვენ რა. ამას დავუხდე რომ სული წმინდის მეთქი. ეს სული წმინდის არის ეს გესმის ეს ინფორმაცია და ვიღაცამ დაწერა რომ ზაქარია გლახაძეს თუ არ ყავს მეგობრებში დაიმატე ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს მსგავსი კი ბატონო. ეს არის ზაქარია გლახაძის ნაშრომი, გაარკვიეთ და ამას პასუხობ მე ესეთ რამეს. მინის, რომ ეს არის სულიწმინდის გზავნილი და არავინ სხვისი. არავის სხვისი ეს უნდა ეწეროს, მაგრამ შეცდომა. თამარინას არის გეფარდს მპასუხობს ნინი. სულიწმინდის გზავნილი დიახ, მაგრამ ის მოწყურებულთათვის ზაქარია გლახაძემ გაახმოვანა. სიმართლე ესაა და სიმართლე ყველაფერზე მაღლა დგას. და მე ვუპასუხე ესეთი რა მეგობრებო. მე მგონი დროა ყველამ ერთად აღვიქვათ თავი და არა ცალ-ცალკედ. ვინ გაახმოვანაზე რომ აღარ ვიფიქრებთ იმაზე, აქ რაც წერია ჭეშმარიტებაა თუ ტყუილი. ამიტომ დრო აღარ არის იმაზე ფიქრის, ვისგან გახმოვანდა, ზაქარიასგან, პეტრისგან, პავლესგან თუ თამარისგან. კითხვა უნდა ისმოდეს რა გახმოვანდა. კითხვა უნდა ისმოდეს. კითხვის დასმა ასე უნდა ხდებოდეს მეგობრებო. ჩვენ თუ გადავალთ იმ დროში, რომ ჩვენ გავიაზრებთ ერთ რამეს. ყველა აზრი რაც მოდის არის სულიწმინდის. შენ წერტილი დაასვას და მორჩა რა. იქ აღარ უნდა აქ საკითხი ვინ დაწერა, ვისი გვარისა იყო, რა გორისა იყო, რა ჭრელი კაბა ეცვა თუ სადა კაბა ეცვა. ნიშნულოვანი არის ის, რომ რა გახმოვანდა და ამაში უკვე დაგვეზოგება ძალიან დიდი დრო. მაგალითად ის, რომ აღარ დავიწყებთ ჩხუბს იმაზე არაჩემია, აღარ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ აი მე რო დავწერე რა მაგარი ვარ. ხიბლი მოიხსნება. მოიხსნება ასევე ქურდობა არის ის, რომ სულიწმინდის და ყველაფერი და ჩვენ ვიწერებთ, რომ აი თამარმა დაწერა ეს ლექსი, აი ზაქარიამ დაწერა ეს, აი იმან გაახმოვანა ეს, აი ჩვენი ხმაც სულიწმინდისა, მეგობრებო. ჩვენი ხმაც სულიწმინდისა. ამიტომ გახმოვანებითაც სულიწმინდა ახერხებს ყველაფერს. მოდი რა გადავიზარდოთ სულიწმინდაში და დავივიწყოთ ეს სახელები, რომ მე თამარი მქვია, იმას მართა, იმას ანა, იმას ზაქარია, იმას პავლე, იმას პეტრე, იმას ლაზარე და ასე შემდეგ. ხო? დავივიწყოთ რა ეს ყველაფერი რა. იცით რატო უნდა დავივიწყოთ? რომ დროა ერთად მუშაობის. ჩვენ რომ დავივიწყებთ, აი მე რო დავწერე ეს პირველმა რომ მოვიგონე, ეხლა რომ გამოვაქვეყნე, ეხლა ყველა რო გაიგებს რომ მე გამოვაქვეყნე, რა მაგარი ვიქნები, ჩემი სახელი იქნება სამუდამოდ, მაგრამ ეს რა შვება თუ იცით თუ დაკვირვები ხართ ამ პროცესს, გვაცალკევებს ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ კონკურენტად აღვიქვათ სხვას, ვინც იმავე პერიოდში, როცა შენ ამას წერდი, ზუსტად იგივე გაიფიქრა და იგივე მოიგონა.
იმიტომ რომ შენი კონკურენტია ის, იმიტომ რომ იმანაც მოიფიქრა და შენც მოიფიქრა, აბა რომელი პირველი დავწერთ. ესე ხო არ უნდა ვიაზროვნოთ, არა? ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ასე, ნახე. ვა, იმანაც მოიფიქრა მეც ერთდროულად, ესე იგი რაღაცა შეასაბამება, ვიღაცა სხვა არის კიდე ზემდგომი, ხო? ვინ არის ეს ზემდგომი? სულიწმინდა. ჩვენ თუ სულიწმინდი დავიწყებთ აზროვნებას, მაშინ ჩვენ ყველანიც, პეტრეც, პავლეც, ზაზაც, თამარიც ერთად დავსხდები და ვიფიქრებთ, ხალხო, ეს ჩემი კი არა, სულიწმინდა გვაწვდის, დაუნლოდი ხდება. მოდი ერთად გავცეთ ეს ინფორმაცია და შევადგინოთ ერთი დიდი ხელოვნური ინტელექტი, აგერო გიქნიან უკვე ციფრულ აპარატებში. ხო და სანამ ამას დაერქმევა ზაზა და პეტრე და პავლე და თამარი, დაერქვას ამას სულიწმინდა, დავსხდებით ერთად, ვიმსჯელებთ ერთად, გავაკეთებთ დიდ საქმეს ერთად და ერთობაც შეიქმნება. ვიდრე ჩვენ ზივართ და ვამბობთ, რომ ეს იმის დაწერილია, ესე უნდა ეწეროს ქვეშ, იმის სახელი და იმის სახელი, ჩვენ ერთობა დაივიწყეთ, არასდროს არ გვექნება. და ერთობა იქნება მაშინ, როცა ჩვენ ვიტყვით, ნახეთ ხალხო სულიწმინდამ რა მაგარი აზრები მოგვაწოდა. ჩქარა, მოდით აქ შემომიერთდით, ყველანი ჩქარა ერთად ჩავერთოთ ამ საკითხში, დროზე, და ისე კი არ დავიწყებთ, რომ თამარ ასანიშვილით. შენ გაჩომდი, შენ ულაპარაკობ ხალხს აბნევ ამდენი ინფორმაციით. და ის წიგნებს წერს და ყიდის, გესმის და მე თავისუფლად გავცემ და უსასყიდლოთ ამ ინფორმაციას და ვიღაცა თამარ ასანიძე თუ ასანიშვილი მეუბნება მე დირექტორად რო ზის რაღაცა ვიღაცა არის რა მეცნიერია ვითომ მეუბნება მე რომ მე გავჩუმდე გესმის უსასყიდლოდ არ გავცე ეს ინფორმაციები ვაი მე ვეღარ გაყიდის წიგს ვაი თქვენ ხალხო ვაი თქვენ ვინც ესე ფიქრობთ რომ ვინც ვისაც სულიწმინდა გაწვდით თქვენ ამ ინფორმაციებს თუ იპარავთ თუ რას შვებით ხო რომ ამას წიგნად აქცევთ მე და მე ამას ფულად აქცევთ ხალხო ვაი თქვენ მართლა რა ასეთი ხალხი არის აბსოლუტურად მევაჭრე და მევახში ესენი არიან ვაჭარი სულის კვეთების ესენი არ არიან ქრისტეს სულის კვეთების ესენი არ არიან სულიწმინდის კვეთების ესენი არიან ხალხი რომლებიც იპარავენ ინფორმაციებს სულიწმინდისგან და იწებებენ თავის სახელზე გესმით და აღარ გავიგო ჩემს გვერდზე კომენტარებში რომ ეს იმისია და ეს იმისი არ მაინტერესებს ვისია და ვისთან მივიდა კაცო მე მაინტერესებს რა ინფორმაცია ჩამოიტვირთა და შენ თუ ერთი ხარ ჩემთან აღარ დაგჭირდება იმის თქვა რომ იცი რა სულიწმინდა მე მომაწოდა ეს ინფორმაცია შემოხედე კარგად შემოხედე მე მომაწოდა ეს ინფორმაცია შემოხედე ხედავ რა მაგარი ვარ აი ეს აღარ დაგჭირდება გესმით შო ამ პარტავნებაც მოიხსნება და მორჩება წერტილი დაესმება ამ დემონს სანამ შენ მაგ აზრებში ხარ და ეგ აზრები გაწუხებს რომ ჩემია ეს სიტყვები შენია როცა მოჯავს ჟენია გესმის წავედი ახლა მე რა ესეთი გამოთქმა არის ადრე გამიგია ბავშვობაში ხო ვინმეს თუ არ მოგეწონათ ახლა ეს გამოთქმა მაპატიეთ ბოდიში უკაცრავად ძალიან შევიჭერი როლებში ეს გამოთქმა ჩემი არ არის მეგობრებო ესეც საიდანღაც მოვიდა ასე რომ მეგობრებო დავწყნარდეთ და ვიფიქროთ ისე რომ ყველაფერი არის სულიწმინდის და არაფერ შუაში ხარ შენ არაფერ შუაში ვარ მე ერთადერთი ის ვიცით რომ სულიწმინდა ისურის აზრებს გაძლევს მივღები ხარ გაეცი რასაც აგასცემ შენია როცა მოჯავს ჟენია დღეს რაღაცა ხუმრობის ხასიათიც ვარ რასაც აგასცემ შენია მეგობრებო დიახ შენია სახელი გვარი გეუბნება წადი დავისვენო რა კარგი რშევა მომეც ჩემო საყვარელო სახელო გვარო გაკოცეთ მეგობრებო წავედი კიდევ შემოგიერთებით დღეს როგორც ჩანს